დღეს ჩემი აზრით ძალიან პრაქტიკულ, საჭირო და სეზონურ თემაზე ვისაუბრებთ. როგორც ყოველთვის. სხვათა შორის ერთ-ერთ წინა რუბრიკაში, როდესაც SPF-ზე ვსაუბრობდით, ნინიკომ დასვა კითხვა, ტუჩს თუ ჭირდება ცალკე დამცავიო და ცალკე დაცვა კი არა, განსაკუთრებული მოვლა ჭირდება ზაფხულში ამ ზონას, იმიტომ რომ ტუჩზე არსებული კანი 5-ჯერ უფრო თხელია ვიდრე სახის კანი. ფაქტიურად არ გააჩნია კანქვეშა ცხიმოვანი ფენა, ამიტომ ძალიან ფაქიზია. მელანინის გამომუშავება ამ ზონაზე ძალიან სუსტია, შესაბამისად UV გამოსხივება მზის სხივების ბევრად უფრო მარტივად აზიანებს კანს ტუჩზე და თანაც ძალიან ადვილად კარგავს წყალს, ანუ ურთქლდება ტუჩზე წყალი. შესაბამისად ტუჩები, ხო? ადვილად შრება და მერე უკვე შეიძლება დასკდეს კიდეც და ეს გაუხეშებული ზედა ფენა იყოს არსებული ტუჩის კანზე. ამიტომაც საჭიროა ალბათ რომ ვიცოდეთ ყველაზე მეტად ზაფხულში რა აზიანებს ტუჩს. ეს არის ვთქვით უკვე მზედა UVA და UVB სხივები, ასევე ზღვის მარილი, აუზის ქლორი, კონდიციონერი, ქარი და ამ ბოლო დროს შემოგვეჩვია ქარი ძალიან. ხო, აი ეს ყველაფერი კიდევ უფრო განსაკუთრებულად აშრობს და აზიანებს ტუჩს და რა არის ამ დროს გამოსავალი. დღის განმავლობაში დაცვა და დატენიანება ღამე აღდგენა და ამაში რომ დავეხმაროთ. ესე იგი, რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ მივდივართ გასარუჯად, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სპეციალურად ტუჩის დამცავი, მინიმუმ 30-50 SPF-ით, ხოლო ყოველდღიურად აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებელი ბალზამი. რა ინგრედიენტები უნდა ვეძებოთ, როდესაც ვარჩევთ დამატენიანებელ ბალმს? მთავარი ინგრედიენტები არის რაც ყველაზე აქტიური დამატენიანებლებია: შიის კარაქი, კერამიდები, სკუალინი, ვიტამინი E, სხვადასხვა დამატენიანებელი ზეთები და პანთენოლი. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის მე წამოვიღე ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენა, რომელიც ივლისის ბოქსშიც შეგხვდებათ. ეს არის ფრანგული ფარმაცევტული კოსმეტიკური ბრენდი ატიდანსი და შევარჩიე ეს დამატენიანებელი ბალმი, იმიტომ რომ ინგრედიენტებში არის სწორედ ის სამი მთავარი დამატენიანებელი, რაც უკვე ვთქვით, ეს არის შიის კარაქი, ეს არის E ვიტამინი და ეს არის არგანის ზეთი. აქვს ძალიან მსუბუქი ვანილის არომატი და კარგად არბილებს, ატენიანებს და ტუჩებს ხდის გლუვს ზედაპირს და თუ უკვე გაუხეშებულია მაგალითად ტუჩები თუ ატყობთ ესეთ სიმპტომს, მაშინ ჯობია რომ ჯერ აი თხელი ძალიან მსუბუქი ნაზი სპეციალურად ტუჩის სკრაბით დავიმუშაოთ, ჯერ და შემდეგ უკვე ინტენსიურად გამოვიყენოთ დამატენიანებელი. კი, ეს არის დამატენიანებელი. ეს ღამე არ შეიძლება. აი, ესეც მინდა რომ ვთქვა, ღამე უფრო სქელფენას თუ დავიტანთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ღამის ნიყაბი. საუკეთესო ბაზა მაკიაჟისთვის და დღის განმავლობაში, როდესაც ვიყენებთ, სასურველია რომ აი 2 საათში ერთხელ მაინც თუ მიდრეკილი ხართ მით უმეტეს ტუჩის გამოშრობისკენ, განვაახლოთ. ასევე მინდა გასწავლოთ თუ დაუშვათ როგორც ვთქვით უკვე გაუხეშებულია ტუჩი, ეგრეთ წოდებული homemade ძალიან მარტივი სახლის პირობებში დასამზადებელი, აი ნიღაბსაც ვერ დავარქმევ, იმდენად მარტივია, მაგრამ რაც ძალიან კარგად არბილებს ტუჩს, ეს არის 1 ჩაის კოვზი თაფლი და 2-3 წვეთი ის ზეთი, რაც სახში მოგეპოვება, ზეითუნის იქნება, მარგანის იქნება, ქოქოსის იქნება, რაც ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, დავიტანოთ ტუჩზე სადღაც 15 წუთი და შემდეგ სველი ბამბის დისკით მოვიშოროთ, ან მეორე ვარიანტია, კიდევ უფრო კარგი ვარიანტია, დაჭყლეტილი თუ დაბლენდერებული ავოკადო, 1 ჩაის კოვზი და
ასევე რამდენიმე წვეთი ზეთიეს რო დავიტანოთ ტუჩზე და ესე იგი თანმიმდევრობა ამ ყველაფრის არის რომ ძალიან ნაზი სკრაბი, შემდეგ ნიღაბი და შემდეგ უკვე დამატენიანებელი იცოდეთ რომ აი ეს რუტინა დავარქვათ შეიძლება მთელი ზაფხულიც კი გიყოთ და გაყყვეთ და დაცული და დატენიანებული იყოს ტუჩი. ასევე მინდა შევეხოთ 2026 წლის აქტუალურ ტენდენციებს, რაც შეეხება მხოლოდ და კონკრეტულად ტუჩს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი წელს ზაფხულში არის blurred lips, ანუ კონტურის გამოხაზვის გარეშე ტუჩს რომ მივცეთ გაბლანდული ტუჩი. აი, ცოტა ესეთი ხო, ბუნდოვანი თუ როგორ დავარქვათ, აი ესეთი არაკონკრეტული, კარგად ჩაშლილი კონტური შეგვიძლია თქვათ, ხო? შეგვიძლია მივიღოთ ეს ეფექტი, ხო? კი, ზუსტად. არა ძალიან მკვეთრი, უბრალოდ აი გამოკვეთილი შეიძლება ოდნავ ფერი, თორე თვითონ ტუჩის ხაზი რომ არ იყოს გამოკვეთილი. რაც შეეხება ფერს, აქაც ესეთი ტრენდია, როგორ ქვია, შენი ტუჩი, მაგრამ უკეთესი. აი რო გადმოვთ, არ გინდათ ესე ქვია, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ შენი ბუნებრივი ფერი, მაგრამ უფრო გამოკვეთილი და ეს ფერების ტონალობა მიდის ყავისფერი, ბორდო, ჟოლო. ძალიან კარგი. აი აქეთა განსაკუთრებით ძალიან აქეთა. უფრო ყავისფერი ტონალობა. ეხლა საყვარელი ფერი. ხო, ამაზეც უნდა მოგიყვეთ, იმიტომ რომ ზუსტად ჯდება ამ ტენდენციებში, ასევე შეხვდები ივლისის beauty box-ში და სპეციალურად ამიტომაც შევარჩიეთ. ეს ალბათ თქვენ გონიათ გლოსი. მაგრამ გონიათ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ესენსის ახალი თაობის პროდუქტი, lip cream, ანუ ტუჩის კრემი. ხვდებით ალბათ გასახელებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აი რასაც ხედავთ, ის ფერი აქვს, მაგრამ იმდენად დატვირთული ამ skin care ინგრედიენტებით, რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ტუჩისთვის კრემი, შეფერილი კრემი, ასე ორი ერთი. ჭკვიანი ტუჩის საშუალება, რომელშიც გაერთიანებული ყოფილიან. ჭკვიანი ტუჩის საშუალება, კი, ნამდვილად. რადგან დეკორატიულ კოსმეტიკას შევეხეთ ახლა ტენდენციური, ახლა როგორი ტუჩსაცხია, მატი თუ უფრო ბზინვარ? აი, ეხლავე გიპასუხებ მაგაზე. ხო ვთქვით ტენდენცია ბლარდსკი. აი სახელწოდებაშივე ხედავთ ალბათ ბლარ, ანუ ზუსტად ასეთ ეფექტს იძლევა ეს ტუჩსაცხი, რაც ახლა აქტუალურია და შენ რაც მკითხე, ეს შეიძლება გაკეთდეს აქტუალური ტენდენცია დუეტში ამ ორი ფერით. რატო? იმისთვის, რომ ცოტა მოცულობაც მივცეთ ტუჩს, ვიწყებთ კუთხეებიდან მუქი ყავისფრით სიტყვაზე და შუა ნაწილში მივდივართ აი ამ ჟოლოს ფერისკენ. არის ნახევრად მატი ეს პროდუქტი, მაგრამ იმდენად დატვირთულია დამატენიანებელი ინგრედიენტებით, რომ საერთოდ არ აშრობს, მაგრამ ზოგადად ჩემი რჩევა იქნება, რომ ნებისმიერი მატი პროდუქტი ტუჩისთვის, ნახევრად მატია თუ როგორიც არ უნდა იყოს, ჯერ დავიტანოთ დამატენიანებელი, დავიმუშაოთ ტუჩი, სადღაც რამდენიმე წუთი დაველოდოთ, რომ შეშრეს, შეიწოვოს თავისი დადებითი თვისებები კარგად გამოავლინოს და შემდეგ დავიტანოთ ნებისმიერი მათი პროდუქტი, იმიტომ რომ უკეთესად ჯდება, ხო, აშრობს და ამიტომ სასურველია რომ ჯერ იყოს დატენიანებული ტუჩი და შემდეგ უკვე გამოვიყენოთ ნებისმიერი ტუჩის პროდუქტი. ხო, და ზოგადად, აი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში განსაკუთრებით, აი როდესაც სახლიდან გავდივართ და რაღაც აუცილებელი ნივთები მიგვაქვს, არ ვიცი, გასაღები, ტელეფონი, სათვალე, აი
დამატენიანებელი უნდა იყოს ამ სიაში და დღეში რამდენჯერმე ჩემთვის ეგ ზამთარში კიდე განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე. ხო, ზამთარში თავისი განშრება. აი მზეზე თქვა ეხა გასარუჯად მივდივართ. ის დამატენიანი ჯობია წავისვათ თუ რაღაცა დამცავი აი იცი რა არ ცვლის ერთმანეთს ნამდვილად იმიტომ რომ ეხა აქ არ არის SPF-ი თუმცა ეს იცით როგორი დამატენიანებელი აი სულ რო ჩანთაში უნდა გქონდეს და ოფისში ხარ თუ სამსახურში თუ რა პირობებში გარუჯვას არ ეხება ტრანსპორტში თუ სადაც სულ უნდა გქონდეს რო კვებო ხო და იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით ძალიან ადვილად ორთქლდება ტენიანობა არ აქვს ამ ზონას და შესაბამისად თუ არ როდესაც ძალიან ცხელა და როდესაც აი კონდიციონერი საოცრად აშრობს როგორც კანს ასევე ტუჩსაც ხო და ამიტომ მაგრამ თუ მივდივართ გასარუჯად არ ყოფნის მხოლოდ დამატენიანებელი აუცილებელია რომ ისეთი დამცავი გამოვიყენოთ რომელშიც არის მაღალი SPF-ი მაღალი პროცენტულობით რომ არ დაწყოს სპეციალურად ტუჩის დამცავიც არსებობს ალბათ და ხანდახან ხო არის რომ ეს სახის დამცავს გადაისმენ ხოლმე ტუჩი ხშირად გამიქეთებია კი ეს გამოსავალი არის ნამდვილად თუმცა თუ არის იმის საშუალება რომ კონკრეტულად ტუჩის ეს როგორ არის როგორც ამ სფეროში ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია თუ შენი აუცილებლად უნდა უსმინო შენ საჭიროებებს და შენ თავს თუ შენი ტუჩი მიდრეკილია გამოშრობისკენ მაშინ სპეციალური საშუალებები ამ ზონას უნდა შევუძინოთ და თუ ნაკლებად SPF-იანი სახის კრემი რა თქმა უნდა შეგვიძლია თუ არა გვაქვს გადავიტაროთ ტუჩზე მაგრამ არ დავტოვოთ გარუჯვის დროს დაუცველი ეს ზონა და ანუ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია და სხვათა შორის აი ეს დამწრობა იქნება თუ რაღაცა დაზიანება დაგროვებითი ეფექტი აქვს ტუჩის შემთხვევაში შეიძლება იმ წუთას ვერ მიხვდე მაგრამ საბოლოოდ ნაოჭებით ჩდება ტუჩზე შეგიმჩნევიათ ფერიც და აი რაღაც მოწყენილი ტუჩის ეფექტი საბოლოოდ რო არ მივიღოთ თავიდანვე ამ ზონასაც მოვუაროთ რომ ტუჩები ეს ისეთი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონია რომ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე და თეონ ალბათ დამეთანხმები რომ აი გამოშრობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს წყლის ნაკლებობა და განსაკუთრებით ვინც არ მივიღებთ ხოლმე წყალს ამ დამატენიანებლებსა და იმ პროდუქტებს, რასაც თეონამ გვირჩია და მოგცა რეკომენდაციები, მაინც გვახსოვდეს, რომ წყალიც უნდა მეტად დავამატოთ განსაკუთრებით ზაფხულში. განსაკუთრებით ისეთი რამეები ლაპარაკა ქალბატონმა მარინა კაჭარავამ წყლის მნიშვნელობაზე, რომ აქ უკვე ზედმეტად მომეჩვენა ამის დამატება და უჩთან დაკავშირებით. წყალი აი მართლა ნებისმიერ ვარიანტში წყალი ნუ ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი და ყველაფრისთვის საჭიროა იმისთვის რომ დატენიანებული კანისთვის ყველაფრის მე თეონას ესე წლებია ვუსმენ და აქედან გამომდინარე გამახსენდა ახლა ამ ტუჩებთან ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები მივიღეთ. ნამდვილად რომელსაც არა ეხლა უნდა ვთქვა აუცილებლად ჩვენი პროდიუსერი ნატალია რომელიც არის ნამდვილად ამაში წარჩინებული ტუჩის ათოსანი იმიტომ რომ მის ჩანთაში ალბათ ერთი 10 პროდუქტია ოჯახ ნატალია ჩვენი თეონას გავლენა ეთყობა პროდიუსერს სოვალა ძალიან დიდი მადლობა თეონა ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებს უზიარებთ ხოლმე სილამაზის მიმართულებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს